მოკლედ გურიის რეგიონს გავცდით როგორც იქნა. გაცდი გურიას. ბახმაროდან პირდაპირ აღმოჩნდით ისეთი გარემოა თითქოს გურია და რომ მეთქვა რომ გურიაში ვარო ვერავის გაიგებდა, მაგრამ ვიყოთ მარცლები, გულალალები და ჩვენ ვართ კიკეთის ბახმაროდან კიკეთში გადმოვიდით. სულ სულთა ჰაერზე, სულ სიმწვანეში, სულ კაი განწყობაში და რეჰანი კუკინგს ყავს პირველი სტუმარი და ვინ იქნებოდა პირველი სტუმარი? ჩემთვის სასურველი და ბედნიერი რო ყოფილიყავი თან და თან შავ საქმეებზე დავხმარებოდა. ადრიანა ლიმა, მაგრამ მე ადრიანა ვერ მოიცავა და მოვედი მე. ვისთვის ადრიანა ლიმა? და ვისთვის აჩო ზამბახიძე. აჩო ზამბახიძე. ყველა გამარჯობა და მოურიე ცოტა და ცეცხლიც მიამატე. ხო, დღეს ვამზადებთ კიკეთის ფესზე ბევრი ვენდორია წარმოდგენილი და ჩვენ მოვამზადებთ რატომღაც რიტუალურ საკრალურ კერძებისკენ წავედით და ვიღაცა არის საყოველთაო მტარი. ხო, უეჭველი იქნება ვიღაც სამწუხაროდ გარდაცვლით და ვაკეთებთ შილას, სამარხოს, სოკოს შილას, ასევე ვაკეთებთ რაჭულ ჩათუშულს. იგივე ვიტყვი ხო ლაშა გამიბრაზდება, მაგრამ ტუშონი რაჭაში მიხვდებია რომ ვიყიდეთ კონსერვები და ჩავყარეთ და ვადუღებთ უბრალოდ განამართა ჩვენ ვაკეთებთ დავიდან ბოლომდე. ხო, ტუშონი რაჭელები გამიგებენ ამ ამბავს და სადაურია ისო რამე და ტეხასური. ტეხასური ქელეხის და თუ სუფთად გვინდა მარემ ყველაფერს ახლა სუფთად და ტექსასური. ტექსასური ქელეხის კერძი, ქელეხის. ჩილი კონკარნე. ჩილი კონკარნე. რომელშიც უდიდეს წყვილს შეიტანს არჩილ ზამბახი. რა გატირებს? აჩვენე შესმაგივრად ვტირი. ხახვი გახეხა. აი, ხო, თითი გავიჭერი. დიახ, ეს ახლდა. ხო და ესე ვართ ერთი რამე უნდა ითქვას აუცილებლად რომ სუნი აშკარად უკვე დგას, იმიტომ რომ ხალხი მოდის და გვეკითხება რომ მზად არის თუ არაო. რაც იმას ნიშნავს. ჩვენ ვეუბნებით რომ არა, იმიტომ რომ სოციალს მე არ ვიცი რატო გაირთულა საქმე, მაგრამ ცეცხლზე როცა მუშაობ ეგრეა. რატო გაირთულა საქმე? ყველა კერძი რაც ავტომ ჩამოთვალა slow and low cooking-ის სხერბლი, ანუ ნელა უნდა მომზადდეს და დიდი ხანი. ამიტომ აქ ესენი კაი ხანი ვერ შეჭამენ. მაგრამ როცა შეჭამენ, გემრიელად შეჭამენ. მოისა, ახლა რომელია ეს თუ ეს? ეს. ხო, აი გავიპრანჭებოდი მაშინ ეს. ეს ამდენი ხანი აკეთებ. უკრავ ამას და რატო უკრავ? თურმე ისგიღებს. ხო, ნუ დიდი ხანი დაგჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ და ზოგადად ეხა ვსაუბრობდით სანამ კამერები შეირთვებოდა, რომ აი ეს რიტუალურს თავი დავანებოთ, აი ეს რამოდენიმე ცეცხლი ერთად როა დანთებული და ქვაბებით საჭმელი კეთდება, სულ სხვა არომატი და გემოტრიალებს, გემოარტრიალებს, არომატტრიალებს და გემო აქვს ამ ყველაფერს, ასე რომ ნამდვილად ეგრეა. ძალიან ბედნიერი ვარ თან ჩემ აჩიუსთან ერთად ვაკეთე ამ ყველაფერს და ძალიან გემრიელი შეჭამა, გზაში მოგიყვები თან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი უკეთესი გახადო და როცა ნელცეცხლზე ამზადებ და ნელა ამზადებ, რა უნდა გაითვალისწინო მაგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. რაო? აჩო. ჰო, რა ვშევით? უთხარი მაყურებელს. ჩილის ვიწყებთ, ჩილის. ჩილი დაწყებულია და მოდი. აი. აგზელი. ხო, ეხა ცხიმი, ჩახე, გიო. სხვაშორის ჩილი კონკარნეს ძირითადად ასოცირებენ ხოლმე ცხარესთან და ავტომ აიღო და რაც კი სადმე მწვანე იყო და წიწაკას გავდა ყველაფერი დაკრიფა და აქ ჩამაშვებინა. აი ნახეთ რა ხდება. აი აქ ვაკ ჯერ ხოლო ცხიმი, ნიორი და მწვანე წიწაკა. ეხლა ამაში ამას სუნელებს დავამატებთ, ეხლა რო გაიხსნას მის. ო, თავარი არსირა არის. ერთი სამი სანამ რამე სიტყვი. დიახ. კეთო ზაბარაბაპარა. კეთო მოვიდა. კეთო შილას მეთვალყურეობს, გადაწყვიტა რომ ძალიან გემრიელ შილას აკეთებს და ახლა ადგილია რა ქვია, ორი ქვაბი დგას ერთ ცეცხლზე.
ავტოსთან ერთად. ხოვნა დიდი არის და ქვაბები აღარ ყოფნის, მოკლედ. ისა, მთავარი ჩავაყაროთ. პერეცა. პერეცა, ჩორნი პერეცა. დაიჭირე. კაი, შენ გააგზელე. ჩვენ პერეცა. ხო, ჩვენ იმ ბოდიში იმ ეტაპზე ვართ უკვე რომ სოკო მოითუშა, ხახვი მოითუშა, ძირა უქენით კიდე დამატებით და ბრინჯი დავამატეთ და ეხლა მთავარი რაც არის მე მომწონს რა ვქნა რომ პერეცას ვეძახ. ანუ ის შეგრძნება არ ქონია იპილპილის სუნი როგეცემა და შილა გინდება? რა უეჭველი. პიპილზე მინდება შილა და ხინკალი. ეგო. მოგთ მე დევიხი აღარ შეგვიდი. აბა შედი, ამოურიოთ. პრინციპში პირველი კერძი რაც დასკვნით ფაზაში არის შილა, სოკოს. რასაც ბოლოს ჭამე ხოლმე ეგ არის პირველი. ისა, აჩო. გიო გაიყოლე და აჩვენე ისა, ჩათუშული. მოდი ჩემთან, მოდი. აქ ეგრე უსაქმოდ კი არ ვარ კაცო, აჩოს უკეთი. თუხტუხებს ჩათუშული. რაღაცა კითხვა დამშეს აქ. არა, არ გამიკეთე ფოტოები არ. ანა გაიკეთოს თვითონ. ჩათუშულს საკმაოდ დიდი დრო უნდა, ეხლა ჩვენ რეჰანი კუკინგზე ბევრი რეცეპტი გავიკეთებია, slow cook, მაგალითად ოსობუკო იგივე არა, რიზოტო უფრო მალე გაკეთდა. აი ოსობუკო იქნება ყველაზე კარგი მაგალითი, რომ დიდი დრო ჭირდება მსგავს კერძებს. ასე რომ ის 1-2 დრო ხო დაინიშნა, 2 საათია დგას, ხო ის? პირველზე დავდგით. პირველის ნახევარზე დავდგით. ხო, 2 საათია და ეს კიდე მინიმუმ 2 საათი უნდა. კი. გაჭერდი ავტო ამოურიოთ. ეგ არის და ეგ და ეხლა გათავისუფლდა ერთი ქვაბი გავათავისუფლეთ და კი გითხარით ჩილი კონკარნე დავიწყეთ. ესე იგი ზეთში მოითუშა ხახვი, ნიორი, მწვანე წიწაკა. ეხლა აჩო სუნელებს ჩაუშვებთ რომ გაიხსნა. ჩილი კონკარნე აუცილებლად საქონლის ხორცით აუცილებლად. ფარში. საქონლის გატარებული ხორცი თავისი ლობიოთი. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი. და მერე დანარჩენზე მოგიყვებით როცა უკვე საქმეზე გადავალთ. ამასობაში შილა, ვაიმე ღმერთო. ისე შილას ხო იცით როდის აკეთებენ ხოლმე? როცა აგიკვირდება როცა ვინმე ტება. ხო და ის ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს ჩემში იგი დამოთხრილი მიწა. მოკლედ, ყველაფერი მზადაა. ქელეხის სუფრა მზადა, მიწა ამოთხრილია, ვაი რეებს ვიძახ. ივენთის ბოლოს ჩამოვატაროთ შილა, რომ გავასწავლოთ ხალხს. დანარჩენებს ეტაპობრივად კიდე გაგაგებინებთ მეთოდებს. გააღვივდა ცეცხლი და ჩილი კონკარნეც სუნელები უკვე ჩაუშა. აჩომ ხახვი ნიორი წიწაკა. ეგ თქვით უკვე ყურადღებით იყავი. ეხლა სუნელები ჩაუშვით. დიდი წილი არის პაპრიკა. ასევე არის ორი მნიშვნელოვანი დარიჩინი მუსკატი ორი მნიშვნელოვანი. მოდი ბიჭო, დარიჩინი და მუსკატი აქვს ასევე გაკეთებული და სიცხარის ეხა მწვანე წიწაკა გაკეთებული აქვს, ამიტომ ძალიან მოზომილად დავამატებთ წითელ დაბქულ წიწაკას. კი, მე მგონი. და ეხა ამის მერე წავა ლობიო, პომიდორი და საქონლის ფარში და მაგასაც გიჩვენებ და აქეთ უკვე შილა თითქმის მზად არის. ამ ორ ქვაბში, აი ასე გამოიყურებ. ეგ არის. ჯუი. ესე იგი რეჰანი კუკინგზე მე შემოვიჭერი ახლა წამყვანის ამპლუაში, იმიტომ რომ ქეთომ და ავთომ მიმატოვეს, შილა ისეთი გამოვიდა რომ აღარაფერი აღარ ახსოვს. ავთოს მიტოვება სათხას. მაგრამ აი ავთოს მიტოვებაზე დიდად არის და რომ თავარი ქეთომ არ მიგატოვა. ხო, ეგეც მართალი. მაგრამ მე უნდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ახლა ჩვენ ჩილი კონკარნეში ხდება. აქ საქონლის ხორცი ფარში შიგნით არის, ლობიო შიგნით არის, პომიდორში უკვე თუხთუხეს ეს ყველაფერი სუნელებზე კი მოგიყევი და ეხლა ჩავასხით ყავა შიგნით. მუქი ძლიერი ყავა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დუღილის დროს.
კინაღამ ყველა ჩილი კონკარნეზე გადმოვიდა და ემან შილაც ექცათ. ხო და ეს ყავაში კარგად ითუხთუხებს, ცოტა რედუქციას განსა ჩაიწევს და ბოლოს შოკოლადს დავამატებთ. ამოურევ და ჩილი არის მზად. ვა. მოკლედ როგორც იქნა ჩილი კონკარნე დასკვნით ფაზაში შევიდა და აქაც ჩემს საყვარელ ლულურპაკთან ერთად ვარ წავსული გურიიდან ცხიმი გჭირდება. ცხიმი გჭირდება რა თქმა უნდა და აჩოს დამეთანხმება რომ სტაბილურ ცხიმზე უკეთესი არაფერი არ არის და აუდა მოდი პირდაპირ გახურების გარეშე ვთქვათ ცალსახად და ერთშოღო კარგი კარაკის ფასი ალბათ ძალიან ცოტა რამეს აქვს კულინარიაში დედამიწაზეც და გაუკეთებ იცი რა მე 1/4 რა ალბათ ხო იმიტომ რომ ხორცით ცხიმიანია თუმცა ეს ლიზიკო გვაცადები იღებთ ერთი მოდი ლიზიკო ერთი წამა თუმცა ეს კონსისტენციას მისცემს ისეთ ბლანტი და სასიამოვნო ამბავი იქნება კარაკი დაგვეხმარება რა ქვია ეს გენერალური თვისებების ამაღლებაში რა და პლუს ამას ეხა რა სჭირდება ავთო ჩვენი საიდუმლო ისე რანაირი საიდუმლო არის ყველგან ვამბობთ არა მე ხო სულ ვიძახი ანასთანაც ისე რაღაც ხშირად მომიწია ვაჟბატონის ხსენება ხოლმე რა სადაც კი ყავას რამეს უზამ საჭმელს სულ აჩოს ვიძახი რა და ეს ის შემთხვევა როცა რამეს თუ შოკოლადს მოვაყრი არა დესერტს ყოველთვის აჩო იქნება ჩემ მეხსიერებაში და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ კერძს ახლა აკლია მთავარი რაც არის შოკოლადი რომელიც არის აი როგორ თვრალი ალუბალია ტორტზე კაი ნათქვამია ხო იცი შესატანია იმ იმაში აბა მოიტანე შოკოლადი პირველი კუბიკი გახსენდა დანარჩენ ჩააცხალიშე ეხა ისიც თქვი რაში გვეხმარება ეს შოკოლადი და მაღალ პროცენტიანი შოკოლადი უნდა იყოს აუცილებლად მაღალ პროცენტიანი შოკოლადი ნიშნავს იმას რომ შეგვიძლია პირდაპირ კაკაოც გამოიყენოთ თუ ცოტა უფრო მწარე ამბავი თუ გჭირდება შეგიძლია ამას გადავუღო და აკაჩოს აი ეხლა ნახეთ შოკოლადი ცოტა კიდე უფრო ბლანტ და მოტკბო ხასიათს აძლევს კერძს და რახან ჩილი ცოტა ცხარეა ბოლოში რო ჭამს სიცხარეს ეს შოკოლადი გიტოვებს ფანტასტიკურად არ იღებს და კულინარიაში ხო ესე ამბობენ რა როცა ღვინოს იყენებ გამოიყენე ის ღვინო რომელსაც სვამ იმიტომ რომ ღვინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გასტრონომიაში და ყავაზეც ეგრე უნდა ვთქვათ ყავას რო ვიყენებთ გამოიყენე ის ყავა რომელსაც სვამ წინა ეპიზოდში გავაკეთე შილა იმით რა ქვია რიზოტო რა ხო საქონლის და იქ ვიძახი პირიქით თუ გაქვს საუკეთესო ღვინო არ ჩაას დალი ასე რომ ეს ყავაც ეგრე არის საუკეთესო ყავაა და კერჩი ნუ ჩაასხამთ დალიეთ რა კაი რეკლამა გამოვა პარტალი ეგრე ხო იცი ეკაი ეს არ ჩაას და ამის გარდა სხვა ყავა ჩაას აუ აი ერთი მოსმით დავწალებ მორჩა დასრულდა მზადება ესე ჩილი კონკარნეს ეს უნდა მოურიო ასტერიქსი და ობელიქსი ეს არის ელექსირი შენ ბავშვობაში ჩავარდი ხო ამაში მოდი აბა გავცეთ ესე იგი ბრინჯზე მარტივი უბრალო ბრინჯი გემრიელად მომზადებული ახლო კადრიზე ვინ არის უფრო მშრალი ამოიღე ქვემოდან წამოიღე ქვემოდან უკვე მოვიღე აი ეგა აჰა და აქ მნიშვნელოვანი კიდე რა მონაკვეთიც არის ეს არის რომ ეს სიცხარე სიცხელეც გავაგრილოთ და გავანეიტრალოთ კაი გაგებით განეიტრალება ქვია მაგას და გემოები შევძინოთ ეხავე მოვიტან აბა რითი ძალიან მნიშვნელოვანია აქ საქმეს აკეთებს ლაქტოზა არა მე ვგალის ბერძნული იოგურტი 100%-იანი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იოგურტი გადასარევად მუშაობს შეგიძლიათ არაჟანი გამოიყენოთ შეგიძლიათ არ ვიცი მაწონი გამოიყენოთ ნებისმიერ შემთხვევაში ლაქტოზა სიცხარესთან ძალიან ვაიმე გაუშვი ნახე ოჰო
ბევრი აღარ უნდა. აჰა. ჩვენ შევინახოთ, კაი. ეს ჩვენ ის მომეცი, ჩანგალი მომეცი. ჩანგელა გუნგე. ხო? აი შენი მაღლა მიეცდი და ფესტატოვე რა. არმა, დავლი. მოგცემ ახალს. ორია. ჯერეს გასვლა. მაგას გასინჯვა უნდა ბუჯო. აბა, ეს რაღაცა. აბა ჰე და აბა ჰო. შენ შეაფასე, თორე ჩემი კრესა უკვე ჩვენ მაყურებელს ჩემი მიჯეულია? იციან და მიჯი, ჰა, შენი კრესე. კეთო. გაუსინჯე გემო. აა. ნუ და ვისაც არ უნდა, იმას ნუ დააძალებ რა. როგორ ეტყობა ყველაფერს ცეცხლზე აკეთებს რა. ჩანგალის ხისა აქვს რომ მე მოკლედ რაც ვისაუბრეთ, რაც გაუკეთეთ, წარმოიდგინეთ მაგათი გემოების კომბინაცია. ჩილი არის მზად. იოგურტი, ბრინჯი, რომელიც ჭალებში პურის მოვალეობასაც ასრულებს და ზემოდან იოგურტი, რომელიც რაღაცა მაქვს სათქმელი რა. დიახ. უკან ხალხი და ჩილის ელოდება და მალე ქენი, მალე. მე ვქენი, შენ შეგიძლია გასცე. მოვჭით. შენ შეგიძლია გასცე, იმუშაო, მარტოსტუმარი. მადლობა რომ ცეცხლზე აკეთებ რაღაცებს, მადლობა რომ აკეთებთ ამ ჩენელს, იმიტომ რომ მართლა ვამბობ გასტრონომიულ კულტურაში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჯერჯერობით საუკეთესო არა YouTube-ზე და ძალიან მომწონს თქვენი კონტენტი, ძალიან ლამაზია, ძალიან გემრიელია და ძალიან აუთენტურია. და ის დაგავიწყდა რომ მადლობ რომ ჩემი მეგობარი ხარ. მადლობა რომ ჩემი მეგობარი. არა უშუალოდ გადაიხმოდეს მე ალბათ. აბა კარგად იყავი. დიდი მადლობა ბედნიერად. არ ვიცი, მე ვემშვიდო მეწავედი. ამ საქმიდან არაფერი არ. არხის გამოწერაზეც ისაუბრე. არხის გამოიწერეთ და აღარ შემიძლია. კიდე რა გინდა რომ ვთქვა? სხვათა შორის აქცია გვაქვს. ვინ ჩვენ არხს გამოიწერთ, ჩუპაჩუპსი გვაქვს საჩუქრად. ანუ უნდა ამოსულიყავით. რითი ჩალიჩობს ამოწე ჩუპაჩუპს. არა მარტო ძმა. დიდი მადლობა. მოკლედ მე დაგემშვიდობებით. მეწავედი. აი, გიტოვებთ ამას. ცეცხლს და ცეცხლანძეს. კარგად? დროებით. დასაში უნდა დაგიკრა ველადელი. მეთქი კლაპს აკეთებ, მადლობა და მადლობა შენ. მეც გიკრავ ტაშ და დასასრულს მივუახლოვ და საჭმელი. ფესტივალი ჯერ არ სრულდება, მაგრამ ბოლოდის გადააჭარბა ყველაფერი ამოვყიდეთ და გადავყიდეთ. ანუ ოჩ. ჯერ იმიტომ ოჩაღრო აი დილიდან აკროიდეთი. ქეთოს და აჭოს. მადლობა. უპრემესი მადლობა. და ძალიან გემრიელი იყო. ჩემი ფავორიტი იყო ჩილი კორგანი. აჭოს ნახელავი, კი. ხო და თავარი ისაა რომ მარტო შენ არ მოგეწონა, ძალიან ბევრს მოეწონა და გამოხმაურება ჰპოვა. ჩვენი გამომწერი. შემოვიყვანოთ კადრში. საბა. დაგვიხარია. და ესე უცებ შემოგიყვანეთ და გამიხარდა რომ აქვეყავი. მადლობა. მადლობა თქვენ და გამოიწერეთ რეჰანი და დაამატეთ რეჰანი გუგინგი. აუცილებლად. მადლობა საერთოდ. აი დაღამოწეს. დროებით. უცებ რა ქვერო იყო. იცი რა მინდა კიდე? რეჰანი გუგინგის გამომწერებს უთხრა. რა გვიკომენტარეთ, როგორ მოგეწონათ ცოტა განსხვავებული ეპიზოდი იყო და ეპიზოდი რა გამოა პრინციპში მე ვწეცე. პირველი ეპიზოდია, თან არ დაგვავიწყდეს, როდესაც გურიას გავწდით. და თბილისში ვარ, ბუნებაში კი ვარ დარჩენილები, მაგრამ ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ რა და ისედაც აი რა ვიცი, ეპიზოდის და გადაღების გარეშეც საინტერესოა. კი.
მოდი, იცი რას ვიტყვი? რეჰანისთვის ვიღებთ ხვალ არის იკეთი ფესტის მეორე დღეს hangover feast. ანუ ნაბახუშევის ნადიმი და ამას უკვე რეჰანზე ნახავთ. ეხა რეჰანი cooking-ზე ხარ შენ? დიახ. მე მეგონა რეჰანზე ვიყავი მე. შენ იყავი? არა, მადლობები. კარგად. თქვენ მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო, ხო? დროებით. გაველოდებით ჩვენ უკვე ნოდარიკოს კონცერტს. კარგად.